გამარჯობა, თქვენ უყურებთ პერსპექტივას. გადაცემას მე კობალი კლიკაძე გავუძღვები. დღეს გთავაზობთ. რა გადახდათ თავს ჩეჩნებსა და ინგუშებს 75 წლის წინ, როცა მშობლიური მიწიდან დეპორტაციით დაისაჯენ თითქოს და გერმანელებთან კოლაბორაციისათვის. ტანზე ფეხზე ჩასაცმელი საერთოდ არ ჰქონდა, შიშვლები გაგვყარეს სახლებიდან. ასეთი მდგომარეობა იყო. ახლაც თმები ყალყზე მიდგება 1944 წელს რომ ვიხსენებ. როგორ იხსენებენ ჩეჩნების სტალინის, ბერიას, გვიშიანის როლს ერთგვარ ქართულ კვალს დეპორტაციის ტრაგედიაში. არასოდეს გამიგია რომ ჩეჩნებს ამ აქტში ქართველები დაედანაშაულებინათ. ეს არასოდეს მომხდარა. Никогда. როგორია დუისელი კონდიტერის მთავარი რეცეპტი. ყველა მხრიდან ხელშეწყობილი ქალი ვარ, რომ არ მეხმარებოდნენ მე ნამდვილად 4 შვილს მოუვარო და კიდე ჩემი კარიერა მქონდეს, უკვე ძალიან გამიჭირდებოდა. სიმდი, სამაია, განდაგანა. კიდევ რა სწავლობენ იტალიაში ცეკვის გაკვეთილზე ქართველი ბავშვები. –23 თებერვალი, როცა რუსეთი მამულის დამცველთა დღეს აღნიშნავს, გამორჩეული მძიმე თარიღია ჩეჩნებისა და ინგუშებისათვის. 75 წლის წინ 1944 წელს, სწორედ 23 თებერვალს დაიწყო ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება მშობლიური მიწიდან შორეულ შუა აზიაში. მათი დიდიან პატარიანად დასჯა თითქოს და გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციისათვის. დეპორტაციის დღე აღინიშნა ყაზახეთის სტეპებში მდებარე ქალაქ ატბასარში, სადაც დღემდე ცხოვრობენ დეპორტირებული ვაინახები და მათი შთამომავლობა. როგორ ვიქნებოდით უდედოდ? ორივე მივვარდით დედას. მოვეხვიეთ. ერთი მხრიდან მე, მეორიდან ჩემი ძმა. არ გაგვიშვეს დედასთან ერთად. 1944 წლის ზამთარში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი გაასახლა. უმრავლესობა ვაგონებით ჩაიყვანეს ყაზახეთში, მათ შორის იყო ხამზატ ნაგოები. 93 წლის მოხუცი იხსენებს, რომ დეპორტაციამდე ერთი თვით ადრე მათ სახლში ჩაასახლეს ჯარისკაცები. თავდაპირველად ისინი მასპინძლებს ეხმარებოდნენ, მათ პურს ჭამდნენ. მაგრამ ერთ დღეს იარაღს დაავლეს ხელი და მასპინძლების სახლიდან გაყარეს. ტანზე ფეხზე ჩასაცმელი საერთოდ არ ჰქონდა, შიშვლები გაგვყარეს სახლებიდან. ასეთი მდგომარეობა იყო. ახლაც თმები ყალყზე მიდგება 1944 წელს რომ ვიხსენებ. ტირილი, ყვირილი, ქალების, ბავშვების ერთი დიდი არეულობა იყო. სახლკარიდან აყრილ ვაინახებს ჯგუფ-ჯგუფად ერეკებოდნენ პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებისაკენ. ყაზახეთის სტეპებამდე ჩასვლას მატარებელი მთელი თვე უნდებოდა. 93 წლის დაუდ ოზდოევი იხსენებს, რომ ვაგონს მხოლოდ 2 მომცრო სარკმელი ჰქონდა. ვაგონი შუაში კარი და დგას 2 ჯარისკაცი შაშხანებით. როცა სადგურში ვჩერდებოდით და კარს აღებდნენ, ვაგონს ამოწმებდნენ. ვინ იყო ცოცხალი, ვინ იყო მკვდარი. თუ გარდაცვლილს იპოვიდნენ, სულ ერთი იყო ბავშვი იქნებოდა, კაცი თუ ქალი, გარეთ აგდებდნენ თოვლში. არ დაგიტოვებდნენ, მოისვრიდნენ, კარს დახურავდნენ და მორჩა. Выкинули, двери закрыл, все. ვაინახების დიდი ნაწილი სხვა რეპრესირებულ ხალხებთან ერთად სტალინის სიკვდილის შემდეგ დააბრუნეს საკუთარ მიწა-წყალზე. თუმცა ყაზახეთის აკმოლინის ოლქში დღემდე ცხოვრობს 4000-მდე ჩეჩენი და ინგუში. ქალაქ ატბასარში 23 თებერვალს გაიხსენეს და პატივი მიაგეს დეპორტაციის მსხვერპლს. ცნობებით, დეპორტაციის პირველ წელს დაიღუპა 100,000-მდე ჩეჩენი და 23,000-მდე ინგუში. რამდენი სიცოცხლე შეიწირა შიმშილმა, სიცივემ, რამდენი ბავშვი დაობლდა, რამდენი ტანჯვა გამოიარეს. ასეთ რამეს არავის უსურვებთ. 2014 წლის 18 თებერვალს, როცა ჩეჩენთა გადასახლების 70-ე წლისთავი ახლოვდებოდა, გროზნოში გაიმართა მომცრო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ჩეჩენი ხალხის დეპორტაცია. სულ რამდენიმე დღეში კონფერენციის ორგანიზატორი დააკავეს. გაიმართა სასამართლო პროცესი, რაც მისთვის პატიმრობის მისჯით დასრულდა. ბრალდება ნარკოტიკების შენახვა. ცნობილმა ჩეჩენმა პოლიტოლოგმა და უფლებადდამცველმა რუსლან კუტაევმა 2 წელი დაჰყო ციხეში. Но, откровенно говоря, до меня политически
გულახდილად რომ გითხრათ, ჩემამდე არ ყოფილა პრაქტიკა, რომ ვინმე დაეჭიროთ და შემდეგ ციხეში ჩაესვათ პოლიტიკური მოტივით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, პრინციპში მზად ვიყავი იმისთვის, რომ უბრალოდ შეეძლოთ ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ დამიჭერდნენ და მერე გამასამართლებდნენ. უარესს მოველოდი. Все-таки вот почему რატომ დაგაპატიმრეს სინამდვილეში? უფრო ზუსტად რატომ არის გროზნოს ხელისუფლება ასე დაინტერესებული, რომ ჩეჩენთა დეპორტაციის თემაზე არ ჩატარდეს ასეთი სამეცნიერო კონფერენციები? Заинтересованы, чтобы такие конференции не проводились. Я могу только предполагать, мне кажется. Შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო. ვფიქრობ, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლება ცდილობდა ეჩვენებინა ცენტრის მიმართ ძალიან სერიოზული ლოიალობა. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლიდან წამოსული იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითება და იყო მცდელობა თანდათან მიეჩვიათ ჩეჩნები დაევიწყებინათ ეს ტრაგიკული თარიღი, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება 1954 წელს. უნდა გვახსოვდეს, რომ 2014 წელს ამ დღეებში სოჩში უნდა ჩატარებულიყო ზამთრის ოლიმპიადა, რომლისთვისაც ხელი არ უნდა შეეშალა რაღაც გამოსვლებს მასობრივ თავყრილობებს, რადგან გამახვილებული იყო ჟურნალისტებისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება. Журналистов и международного сообщества. Как вот известно, როგორც ცნობილია, საგანგებო ნებართვა არის საჭირო იმისათვის, რომ გაეცნო არქივებს, არქივო მასალებს 1954 წელს ჩეჩენთა გადასახლების შესახებ. მართლაც ასე რთული არქივების ნახვა ახლაც საგანგებო ნებართვის გარეშე? Без особого разрешения. Нет, конечно, без особого разрешения это всё. არა, რა თქმა უნდა, საგანგებო ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან აქამდე ყველაფერს ადევს საიდუმლო გრიფი. ეს არის სამხედრო საიდუმლო. დეტალებს ჩვენ არავინ გვაკარებს, სიმართლე რომ ითქვა, საბოლოო ჯამში ვიცით მხოლოდ ის, რასაც ჩვენი მშობლები, ჩვენი უფროსი თაობა გვიამბობდა. ვიცით თუ როგორ გვასახლებდნენ, როგორ გვყრიდნენ ტრანსპორტში, როგორ გვკლავდნენ, გზად როგორ მასობრივად იხოცებოდნენ მოხუცები, ქალები, ბავშვები, ყველაზე სუსტები, ხოლო მიზეზი, სიღრმისეული მოტივი თუ რით იყო ეს დეპორტაცია განპირობებული და რა კალაპოტში სურდათ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მიმართვა, ამ შეკითხვებს დღემდე არ გასცემია პასუხი. До сих пор этому еще ответы не даны. Руслан, вот нашу с вами беседу посмотрят, увидят. Руслан, ჩვენ საუბარს უყურებენ და უსმენენ საქართველოში. ცნობილია, რომ ეთნიკური ჯგუფების დეპორტაციის მთავარი იდეოლოგი იყო საბჭოთა ბელადი, ქართული წარმომავლობის იოსებ სტალინი, შემსრულებლები კი ბერია და გვიშიანი. როგორ იხსენებენ ამას ამერთგვარ ქართულ კვალს ჩეჩენთა ტრაგედიაში? Грузинов в этой трагедии. Ты знаешь, Коба, я могу поздравить чеченцев и чеченский народ. იცი კობა, შემიძლია მივულოცო ჩეჩენ ხალხსა და ჩეჩნეთს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე 60 წელს გადავწდი, არასოდეს გამიგია, რომ ჩეჩნებს ამ აქტში ქართველები დაედანაშაულებინათ. ეს არასოდეს მომხდარა. მეცაც გეტყვით, ჩეჩნების დეპორტაციის შემდეგ ქართველების ნაწილი ჩაასახლეს ჩეჩნეთის მთიან სოფლებში, სადაც დარჩა შინაური ცხოველები. და აი ქართველები იყვნენ ერთადერთი ხალხი, რომელმაც გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩეჩნებს დაუტოვა ეს შინაური ცხოველები. ბოდიში მოიხადა და საქართველოში წავიდა. ამიტომ, რახან როგორც კავკასიის ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა კარგად ვიცი ჩეჩნებისა და ქართველების განწყობა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩეჩნებს ყველაზე თბილი მოგონებები აქვთ ქართველებზე და ჩეჩნებს საუკეთესო დამოუკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ. У чеченцев самые добрые отношения в отношении грузин. Вы разговариваете сейчас, Руслан, თქვენ Skype-ის საშუალებით პირდაპირ ჩეჩნეთიდან საუბრობთ. რამდენად სახიფათოა თქვენთვის ასე გულახდილი საუბარი ჩეჩენთა დეპორტაციაზე? Вот о депортации чеченцев. Ну, надо сказать, что в этом году უნდა ითქვას, რომ წელს და სხვადასხვა ვერსია არსებობს, შეიმჩნევა მეტი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან. სხვადასხვა ადამიანი ამას სხვადასხვაგვარად ხსნის. პირადად ჩემი შეფასებით, კრემლის შესაბამისი სამსახურები აკვირდებოდნენ ვითარებას. ხედავდნენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩეჩნები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ და ჩეჩენთან გაწყობა შეიცვალა. მათი ასეთი გააქტიურება ჩემი აზრით უკავშირდება იმას, რომ კრემლში ხელისუფლება სუსტდება. ისინი ხედავენ, რომ რუსეთის მმართველ დონეზე მალე დაიწყება ცვლილებები, განახლება, ხელისუფლების ცვლა. აქედან გამომდინარე, ჩეჩნები არ ვიტყოდი, რომ უფრო მოურიდებლად, მაგრამ უფრო გულახდილად ღიად მოქმედებენ. და როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ შეუძლებელია შეაჩერო ჩეჩნების მიერ დეპორტაციის ახლებურად გააზრების ტალღა, სწორედ ამის შემდეგ გამოავლინეს მეტი შემწყნარებლობა. то тогда и дали вот это послабление. Руслан Кутаевი, ჩეჩენი პოლიტოლოგი და უფლებად დამცველი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩეჩნეთის ომების შემდეგ სულ რამდენიმე წლის წინ კი ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს გაძლიერების ფონზე არც საქართველოს მკვიდრ ჩეჩნებს ქისტებს ეღირსად სტიგმის გარეშე ცხოვრება. თუმცა მათი მდგომარეობა მაინც განსხვავებულია. ნინო ხარაძე პანკისის ხეობის სოფელ დუიში ესტუმრა თეა ხანგოშვილს. საკონდიტროს მეპატრონეს.
დუისელი თეახანგუშვილის დილა მზის ამოსვლამდე იწყება. დიდი ოჯახის 4 შვილის თანაც საქმიან დედას ყველა საქმის მოსასწრებად გრძელი დღე სჭირდება. 3 ბიჭი სკოლაში უკვე გაისტუმრა. 5 წლის მაროკი ბაღში მანქანით მიყავს. დავედით. ქალი საჭესთან ხეობაში, სადაც ქალს შარვლითაც კი ვერ ნახავთ, დიდი იშვიათობაა. ოჯახით 17 წლის ამ შექმნა. ამბობს, რომ ახლა ამასაკის გოგოები იშვიათად თხოვდებიან. ეხლა უკვე სწავლასაც აქცევენ ყურადღებას, სწავლის მხრივ არის ყურადღება. აინტერესებს სწავლაც აინტერესებთ და ამასობაში გათხოვებაზე უკვე მერე ფიქრობენ, ესე 20 წლის. ქალის წარმატებაში ოჯახის მხარდაჭერას ყველაზე მეტად აფასებს, რომ არა ახლობლების თანადგომა საყვარელი საქმის რეალიზება გამიჭირდებოდაო. ყველა მხრიდან ხელშეწყობილი ქალი ვარ, ეს იქნება დედამთილიდან დაწყებული, მეუღლე, მული, ყველა აბსოლუტურად ყველა მეხმარება. რო არ მეხმარებოდნენ, მე ნამდვილად 4 შვილს მოუვარო და კიდეც ჩემი კარიერა მქონდეს, უკვე ძალიან გამიჭირდებოდა. საყვარელი საქმე, რომელიც თეამ ბიზნესად აქცია, საკონდიტროა. თელავში კონდიტერის ერთვიანი კურსი გაიარა, მერე პროგრამა აწარმოე საქართველოში თავისი იდეის სისწორეში დაარწმუნა და ახლა ვანილს, გოგლიმოგლს და ნაღებს ერთმანეთში 8 ხელი აზავებს. ჩემი კარიერა იმით დავიწყე და ძალიან დაინტერესებული ვიყავი, რომ დამესაქმებინა რამდენიმე ადამიანი და დასაქმებული მყავს. დღეში ვაცხობთ 300 პონჩიკს ყოველდღიურად და 3-4 საათის მერე პონჩიკი ჩვენ უკვე არ აგვაქვს. პირველად რო დავიწყე ერთი ტორტის გაკეთებას უნდებოდი თელ საათნახევარ 2 საათს. და ეხლა 2 საათში 20 ტორტსაც გავაკეთებ მოურთავ. პირველად ძალიან მიჭირდა მიუჩვეველი ხელი, მაგრამ ეხლა უკვე ჩქარა ვაკეთებ. პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთი საკონდიტროა, ისიც თეასი. აქაურებს ტკბილეული ძალიან უყვართო. ზაფხულში კაფეს ანაყინის გახსნასაც აპირებს და უნდა ხეობაში ბევრ ტურისტს იქაური ტკბილეულის გემოსთან ერთად ქისტური ადათ-წესების გემოც გაასინჯოს. აი ესე ეგონათ პანკისიდან ჩამოსული, როგორ ვთქვა, სულ სხვანაირი ვეგონე და სულ სხვანაირად მიყურებდნენ. მაგრამ 1, 2 და 3 რომ მივედი, უკვე ძალიან უკვე იციან და ის ეხლა მეუბნებიან, უნდა ჩამოვიდეთ ამ ზაფხულს აუცილებლადო. ჩვენს გადაცემაში ახლა თავისუფლების კითხვების დროა. სიტყვას გადავცემ სოფო დათიშვილს. რა არის ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი და რა შედეგი მოგვიტანა მან? თავისუფლების კითხვები ამ თემაზე იქნება. გასულ კვირაში სახალხო დამცველის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით საქართველოში არსებული ჰაერის მონიტორინგის სისტემა არასრულყოფილია. მას არ შეუძლია გაზომოს ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ინსტაგრამზე დავსვით კითხვა: როგორ ფიქრობთ, რა არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო? უმრავლესობამ გითხრა, რომ ავტომობილები. დიახ, იგივე წერია სახალხო დამცველის ანგარიშიც. ალბათ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მანქანების 45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდი და სხვადასხვა მყარი ნაწილაკები. ჩვენ ინსტაგრამზე ვიკითხეთ ტეკ დათვალიერების დროს მანქანების გამონაბოლქვში თუ მოწმდებოდა ეს ელემენტები. ცნობისთვის აზოტის დიოქსიდი დიზელის წვის შედეგად გამოიყოფა. პასუხები ასე გადანაწილდა. ანგარიში კი წერია, რომ ტეკ დათვალიერება არ ითვალისწინებს გამონაბოლქვში ძირითადი დამაბინძურებლების კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა. ქვეყანას ამ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების პროგნოზირებისა და მოდელირების მექანიზმი არ აქვს. მაგალითად, ტრანსპორტის რაოდენობის მატების ანკლების შემთხვევაში ამ ეტაპზე ვერ მოხდება იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს მოუტანს ამ სახის ცვლილება ჰაერს. სახელმწიფომ უახლოეს 2 წელიწადში უნდა დახვეწოს კანონმდებლობა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ასოცირების შეთანხმება
მას ავალდებულებს ამას. მაგალითად, უნდა შემცირდეს საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურება. ამჟამინდელი კანონმდებლობით საწარმოების დაბინძურებისთვის არც ისე დიდი ჯარიმა ეკისრებათ, რომ ამის გამო მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ჰაერის სისუფთავეს და შეიძინონ ნაკლებად საზიანო დანადგარები. ჰაერის საუკეთესო ბუნებრივი ფილტრი კი ხეებია. ამიტომ სახალხო დამცველის ანგარიში ხაზგასმულია, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მარტივი წვდომა გამწვანებულ საჯარო სივრცეზე. აი მაგალითად რიგაში მწვანე სივრცე ერთ ადამიანზე 113 მეტр კვადრატია, ტალინში 90 მეტр კვადრატი, სტოკჰოლმში 86 მეტр კვადრატი, ხოლო ბათუმსა და რუსთავში დაახლოებით 5-6 მეტр კვადრატი. სუფთა ჰაერი თითოეული მოქალაქის უფლებაა. ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის მიხედვით რესპირატორული დაავადებებისა და სიმსივნის გამომწვევი რისკ ფაქტორების ნუსხაში ჰაერის დაბინძურება მე-5 ადგილზეა. ეს იყო თავისუფლების კითხვები. შენ უცხოეთში, ასე ქვია რუბრიკას, რომელსაც ჩვენს გადაცემა პერსპექტივაში წარმოგიდგენთ. ოქროპირ უხაძე გვიამბობს ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მშობლიურ მიწაზე ან ვერ ცხოვრობენ. არაერთ ადამიანს შეხვდებით ამჯერად ჩვენს გადაცემაში იტალიაში ვიმოგზაურეთ, სამხრეთ იტალიაში ბარიში ვიყავით. იქ მოქმედებს ქორეოგრაფიული ჯგუფი, ცეკვის ჯგუფი, სადაც 5 წლის ასაკიდან ყველას შეუძლია მივიდეს და ისწავლოს ქართული ცეკვა. ცეკვას კი ასწავლის 2 ადამიანი, წყვილი, ცოლქმარი, ლელა შოვნაძე და კაკო ქინქლაძე. ეს ჯგუფი, ეს ადგილი, სადაც ბავშვები და მოზარდები ერთმანეთს ხვდებიან, მხოლოდ ცეკვის გაკვეთილი არ არის. მასწავლებელიც ამას ამბობს, რომ ბევრმა ქართულიც კი იქ ისწავლა, იმის გამო რომ იტალიაში დაიბადნენ და ასე ვთქვათ, საბავშვო ბაღსა და სკოლაში იტალიურზე გადავიდნენ. და გარდა ამისა, მეგობრები შეიძინეს. მოკლედ, ქართველების დიდი გაერთიანებაა ბარიში. სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარიში, საღამოსკენ ვია დე როსიზე თუ ჩაივლით, ქართულ საცეკვაო მუსიკას გაიგონებთ. ქორეოგრაფიულ ჯგუფ ფესვებს რეპეტიცია აქვს. დღეს ცეკვავენ ლელა მასწავლებელი და კაკო მასწავლებელი. ლალი მასწავლებელი და კაკო მასწავლებელი, ლალი შოვნაძე და კაკო ქინქლაძე არიან. ჩვენ ცეკვას არ დავუკავშირებთ. ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს ბავშვობიდან, ერთმანეთის სიყვარული და გვიყვარდა ერთმანეთი ბავშვობიდან, სკოლიდან. ეს სასწავლებლად თბილისში წავედი და ასე რომ დავშორდით ერთმანეთს. და 35 წლის შემდეგ ისევ აი რა ვიცი, ალბათ ბედმა, ღმერთმა და სულ მინდოდა მათქვა ჩემი სიცოცხლეა, ჩემი გულის პეთქვა. მე პირველად როცა წამოვედი, ჩემი პირველი მიზანი იყო მე აქ წამოსულიყავი, ესწავლეთ ჩემს შვილებს და დაუბრუნებულიყავი საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ვადა გამიგრძელდა. მე ადრე ცხოვრობდი ვიასალანდრაზე. და გათვისებული ჩემს სახლად მაქვს ზუსტად ის სახლი, ისეთი პიროვნება ნახე, როგორიც გვერდით მე ვიყავი ეს წლების მანძილზე რა. გაბრიელა სისტო, ვინც ჩემთვის არის დედაც, მეგობარიც, დაც და ადამიანი, რომელიც დღემდე ამ წუთამდე ზრუნავს ჩემზე. შემთხვევით ჩვეულებრივად მუშაობა დავიწყე დედის მომლელად, მისი დედის მომლელად. მე გარდაცვალების შემდეგ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღარსად აღარ გამიშვა და 9 წელი ვიცხოვრე მასთან ერთად. ბარემ მკითხავთ მაშინ, ამდენი რა მოსავლელი არის ამ იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, სად არის, ვის უვლიან ეს, ვინ აქაურები თავის ხალხს ვერ უვლიან? როგორ ვერ უვლიან? აქაურები თავის ხალხს რო უვლიან, იმიტომ ვართ ჩვენ აქ. ხო, მაგრამ აი ფიზიკურად ხო, თქვათ, თქვენ გიხდიან და მერე თქვენ აკეთებთ იმ საქმეს, რაც ასე ვთქვათ. მაგრამ იტალიელი ესენი რო უვლიან, იტალიელი ჩვენ ნახევრის ფაში ვმუშაობთ აქ. აი ეს გაარო. ჩემში
ყველაფერი დაბრუნდა ის, რაც დავტოვე საქართველოში. ჩემთვის უნდქვა ეგ, ჩემი ცხოვრებაა ეს. ამ ბავშვებთან მოსვლით ჩემში ყველაფერი შეიცვალა. თითქოს რაღაც დეპრესია ესავით მქონდა, სულ მუდმივად გამუდმებით რაღაც მომლელის როლი მქონდა მორგებული რაღაც, მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო. მუდამ ყოველ დღე ფიქრობ დაბრუნებაზე. საქართველოში დავბრუნდე. დაბრუნდეს ეს ბავშვები. არ მემეტება არც ერთი ბავშვი აქედან უცხოეთის მიწაზე. ის ორი ადამიანი, ვინც მართლა გვერდით რო დაგვიდგა, ყველანაირად რო გვიდგას, მარტო ჩვენ არა, ყველა ქართველებს უდგას ისინი გვერდით. ქალბატონი ნინო და ქალბატონი მანანა და ლამაზი ხელები ბავშვებო, თითები, 7 წერტილი დამიფიქსირეთ. გაკო კინკლაძემ ახსენა მარანა მემანიშვილი, ასოციაცია ფესვების თანათავმჯდომარე და ნინო ზურაბიშვილი, ბარიში საქართველოს საპატიო კონსულის მრჩეველი. 15 წელი ცოტა არ არის აქ ყოფნის და რო ხედავდი ამ ჩვენ მომავალი თაობას, მომავალი თაობა გვეკარგება, რაც ჩემი გულის ტკივილია. რას ნიშნავს გვეკარგება? გვეკარგება იმიტომ რომ ეს ბავშვები ვინც ჩემთან დადის, ჩემთან დაიწყენ ქართული საუბარი. როგორც ცეკვის პირველი ნაბიჯი გააკეთეს, ისე ქართული პირველი სიტყვები. ძალიან ბევრია მსურველი, ძალიან ბევრს უნდა, ბევრი სატელეფონო ზარები გვაქვს, მაგრამ არიან მშობლები, ვინც დაკავებული არის 24 საათიანით, მომლელები არიან და არ აქვთ იმის საშუალება, რომ ბავშვები აი ორშაბათს დედას და მამაც თუ დედა აქ ძირითადად დედები არიან, იშვიათია რომ მამებიც იყვეს აქ. მამები სად არიან? საქართველოში, რა თქმა უნდა, საქართველოში. ისე გამოდის, რომ დედები ინახავენ ოჯახს საქართველოში და პლუს ბავშვი ყავთ აქ თავიანთი. კი, არ გამოდის და ფაქტია. დაჭერე. ის მამები იქ მუშაობენ, ასე ვთქვათ, თავიანთ საქმეს. კარგი იქნებოდა, რომ იქ იმუშაო. ბევრი არის ისეთი, რომ მამები იქ უმუშევრები არიან. ჩემს მასე ვიტყვი ძალიან ბევრი ჩემს გვერდით მყოფები, ვინც არიან, ვინც მეგობრები მყავს, აი ფაქტიურად დეპრესიით ცხოვრობს ყველა. გაია მიდი. მედი გაია. დები ზესტაფონიდან გამორჩეული იუმორით. აი. როგორ შემოაქვს? რაღაცა ზესტაფონური თქვით ახლა, რო ჩაიძეროთ. რა მეთქვით? რა იმასტალებელა. მაყურებელს შეიძლება გაგეჩნდათ შეკითხვა, ვინ აფინანსებს, ვინ უკეთებს ორგანიზებას ამ ყველაფერს. ნაწილობრივ ვითქვა გადაცემაში, მაგრამ მე უფრო რაღაცერად მინდა განვავრცო ეს თემა. რამდენიმე ადამიანმა მითხრა ჩემი ოცნება იყო, რომ აი აქ ბავშვები შეგვეკრიბა და ცეკვა ესწავლათ და ასე ვთქვათ, ერთად ყოფილიყვნენ. სკოლაც არის ბარიში, საკვირაო სკოლა წოდებული ეს შეხვედრის ადგილი, ასევე გახანგრძლივებული ჯგუფი. ყველაფრის უკან დგას ასოციაცია ფესვები, ანსამბლსაც შესაბამისად ფესვები ჰქვია და საქართველოს საპატიო საკონსულო. საქართველოს საპატიო საკონსულო, რომელიც როგორც ჩანს დაარსდა იმ მიზნით, რომ იქ ძალიან ბევრი ქართველია. ცეკვის მასწავლებელმა ლელა შონაძემ შეგვითხა, რომ 500-მდე არის რიცხვი ბავშვებისა მხოლოდ, რომლებიც რეგისტრირებული არიან. ნუ წარმოიდგინეთ, მათი რიცხვი შეიძლება ბევრი იყოს და 500 რომ ბავშვია ხა მათ ყავს მშობლები და ასე შემდეგ. შესაბამისად დიდია ქართული კოლონია, ასე ვთქვათ, ბარიში, აპულიის რეგიონში და ასეთი გაერთიანების მიერ ამგვარი ჯგუფების და კუთხეების შექმნა ქართველებს იქ სჭირდებათ. მით უმეტეს იმის გამო, თუ როგორი ცხოვრებაც უწევთ მათ. ბევრი მათგანი ეგრეთ წოდებულ 24 საათიანზეა და მათი შვილების ცხოვრება დაკავშირებულია გარკვეულ იზოლაციასთან. შესაბამისად այս ადგილებში შეხვედრა მათ ბევრს მატებს და ბევრს ძენს. ამასობაში დადგა დრო დაგემშვიდობოთ, გადაცემას მე კობალი კლიკაძე უძღვებოდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.